წინა შეხვედრა თუ გახსოვთ, დავასრულეთ ასე, რომ არსებობს რაღაცა გარკვეული მედიტაცია. გახსოვთ ეს საუბარი თუ არ გახსოვთ? და ისიც გითხარით, რომ ამ სიტყვისა არ უნდა შეგეშინდეთ. იმიტომ რომ ყველა ესე იგი ადამიანი, რომელიც გაიგებს სიტყვა მედიტაციას, შიში ეუფლება, რომ რაღაცა აღმოსავლურ რელიგიებთან ხო არ აქვს ამას კავშირი. მინდა გითხრათ, რომ არავითარი კავშირი ამას აღმოსავლურ რელიგიებთან არ გააჩნია. ეს ლათინური სიტყვაა და თუ ჩვენს ამას სწორ გაგებას შევძენთ, მაშინ ისიხასტები, რომლებიც იესოს ლოცვით ლოცულობდნენ, საათების განმავლობაში რომ ამბობდნენ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, საათების განმავლობაში, როდესაც ამას იმეორებდნენ, ეს გახლავთ გარკვეული მედიტაცია. ოღონდ რატომ იყო ეს მედიტაცია, თქვათ, ბერებისთვის, მონაზვნებისთვის, ჩვეულებრივი ხალხისთვისაც. იმიტომ რომ მაშინ მასიურად არ იცოდნენ წერა-კითხვა. შესაბამისად, მსგავსი მედიტაცია ან ფსალმუნით ან სახარებით შეუძლებელი იყო. ფსალმუნი და სახარება მხოლოდ და მხოლოდ ტაძარში წასაკით. მაშინ ხო ესეთი ბეჭდვითი ისიც არ არსებობდა, რომ ეხლა მე ფსალმუნი მომინდა, წავალ მაღაზიაში და რამდენსაც მინდა იმას ვიყიდი. და რა გამოცემა გინდა და რა გამოშვება გინდა და რა მხელა შრიფტით და ელექტრონული ვერსიები, აგერ ტელეფონში მთელი ბიბლია მაქვს. ხო მართალია, ყველა ენაზე თან. განამარტო ის, რომ თქვა ქართულად ჩემი. მაშინ ხო არ იყო ამის საშუალება. მაშინ თუ იყო ეს თუ მქონდა ფსალმუნი და სახარება, მქონდა მხოლოდ ტაძარში. ტაძარში შესაძლებელი იყო ამის მოსმენა. შესაბამისად, მე სახლში რომ მოვდიოდი, უნდა მცოდნოდა რაღაცა ლოცვა, რომლითაც მე შევძლებდი ამ მედიტირებას, იმიტომ რომ არ გამოვთიშოდი იმ სამყაროს, რომელსაც ქვია ღვთისმსახურება. ამიტომაც ჩემთვის იყო ის, რაც ადვილი დასამახსოვრებელი იყო, რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. და ამის გამეორება, რა თქმა უნდა, უძლიერესი ლოცვაა და ამ ლოცვით, თქვათ, ადამიანი სულდგმულობდა და საზრდოობდა. მაგრამ როგორც კი გაჩნდა ამისი საშუალება, ჩვენ უფრო მეტი მოგვეთხოვება. რატომ გავალებთ ადამიანებს, რომ სახარება უნდა წაიკითხოთ და თქვათ, ფსალმუნი უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ გარკვეული მედიტაცია უნდა შეგეძლოთ თქვენც აი ამ კარგი გაგებით. არა ის, რომ ბუდასავით გაითიშოთ, არაფერზე არ იფიქრო. პირიქით, აი ეს პასუხი საშუალებაა, რომ პასუხი გასცე ცხოვრებისაულ გამოწვევებს. მაგალითად, შეგაშინა რამე, უნდა გაგახსენდეს 26 ფსალმუნი. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს. ხო მართალია, ანუ ხო არის ეს მედიტაცია, რაღაცა შიში სიბნელის გეშინია თუ სადღაცას მიდიხარ იმაში, რა ქვია, და დაბნელებულ რაღაცა დერეფანში და შიში გაქვს, მაშინვე იწყებ ამ ფსალმუნის გალობას, შენთვის გონებაში, უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს. აი რაღაცა თქვათ, გადასაწყვეტი მორჩილობაში იყო, და შეგეშინდა ხოლმე და 90 ფსალმუნი ბოროტის საწინააღმდეგოდ არის. ასევე არის თქვათ ძალიან ბევრი ფსალმუნია, რომელიც თქვათ რაღაცა როდესაც იცი, უკვე გარემოების მიხედვით გადაწყვეტ. რაღაცა საკითხია გადასაწყვეტი, იქ იტყვი სული წფელი განმეახლე გვამსა ჩემსა. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა საღვთო სულს ითხოვ, რომელიც ესე იგი გინდა რომ განახლდეს შენში და რაღაცნაირად პასუხი მოგცეს. სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ნუ მოკლედ, აი რაღაცა სულ აი ამ ციტატებით უნდა შეგეძლოს ადამიანს, რომ შენი ცხოვრება ასე წარმართო. რატომ დავიწყე ხა ჩვენ ხო სახარებაზე ვლაპარაკობ ძირითადად, მაგრამ სანამ სახარებას დაუბრუნდები, უნდა წაგიკითხოთ მე-14 ფსალმუნი. ჩვენ ხო გვაინტერესებს ადამიანი როგორ უნდა ცხონდეს. როგორ უნდა ცხონდეს, აი როგორ უნდა ცხონდე, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა ცხონდე. ხო არის ესეთი შეკითხვები. აი ამ კითხვებზე არის პასუხი გაცემული, სულ არის 5 მუხლი მე-14 ფსალმუნში და ეს არის პასუხები ყოველივე ამაზე. იწყება ასე: უფალო ვინ დაივანებს შენს კარავში. კარავიცით რა იყო? ძველი აღთქმის ტაძარი იყო. გადასატანი იყო ერთი ადგილიდან მოვსეს გამოცხადებით მიეცა როგორ აეშენებინა ეს კარავი და ეს კარავი იყო რა თქმა უნდა ცათასასუფევლის სიმბოლო, იმიტომ რომ მოსემ რაც იხილა ზეცაში ის გადმოიტანა მიწაზე ამ მასშტაბებით რისი გაკეთება შეეძლოს. ამიტომ სვამს კითხვას: უფალო ვინ დაეშენოს შენს კარავში, ანუ ვინ დამკვიდრდება იქ სასუფეველში. ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე.
და მე პასუხები, ეს არის რიტორიკული კითხვა, მოკლედ ესე დავარქვათ, ამის შემდგომ მოდის პასუხები. 5 მუხლიანია სულ ეს ფსალმონი. ვინც უმწიკლოდ დადის სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ამბობს თავის გულში. ვინც ფლობს თავის ენას, ავს არ მიაგებს მოყვას და აუგს არ ამბობს მეზობლებზე, ანუ მოყვასზე. ვის თვალშიც დამცირებულია საძაგელი, ხოლო უფლის მოშიშებს პატივს მიაგებს და თუ დაიფიცებს, თუნდაც თავის საზიანოდ არ შეცვლის. ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოს საწინააღმდეგოდ არ იღებს. ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება. და თუ იცი ეს ფსალმუნი არ არის ეს მედიტაცია. რომ ვიღაცა თუ გეტყვის ახლა რომ მოდი რა ვახშით გაეცი ფული აგერტყვილა გიდევს მაინც და ის პროცენტი და შენ ეტყვი რომ ვახშით არ გავცემ ფულს. იმიტომ რომ აკრძალული მაქვს. თუ ვინმე საუბარს წამოიწყებს შენზე და აუგს იტყვის არ აყვები. თუ ვინმე ქრთამ შემოგთავაზებს რომ მართალი გაამტყუნო და მტყვანი გაამართლო, არ იზავ ამას. აი ეს მოთხოვნებია. სადმე წამაკითხებს ვინმე რატო უდაბნოში არ გახვედი და თავს არ აჯაჯგურებდი, ესე იგი ქვაზე? არა, ძალიან მარტივი რამეა. უდანაშაულო არ უნდა გაამტყუნო, ვახშით არ უნდა გასცე, გულში აუგს არ უნდა ზრახავდეს სხვაზე და მეზობლებზე, ახლობლებზე და პატიოსნად უნდა ცხოვრობდი. გადავიდეთ ახლა ჩვენ მე-6 თავზე და ჩვენ ისე მახსოვს რომ გავჩერდით მამაო ჩვენოზე, ხო მართალია? ეს გახლავთ საუფლო ლოცვა. საუფლო რატო ქვია მას უნდა იცოდეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ღმერთმა გვასწავლა, ანუ უფალმა გვასწავლა როგორ გველოცა. იმიტომ რომ ესე ეუბნება მას რომ თქვენმა მამამო თქვენ საჭიროებამდე იცის თქვენი სათხოვარიო. ანუ თქვათ სათხოვარი გაქვს ჯანმრთელობა პირობითად რაღაცა ტკივილით იტანჯები ადამიანი და რომ მიდიხარ ახლა ღმერთო ეს ტკივილი მომაშორე ამის თქმა არ გჭირდება, იმიტომ რომ ღმერთმა ისედაც იცის. ეს შენი სათხოვარი წინასწარ იცის. ამიტომ როგორ ილოცეთო რას ამბობს ნახეთ, ნუ დაემსგავსებით მათ, ნუ წარმართებზე წერია ეს წინამუხლია, რადგან თქვენმა მამამ თქვენი საჭიროება თხოვნამდე იცის, თქვენ კი ასე ილოცეთ. ანუ მიდიხარ და ამ ლოცვას ამბობ და იქ თქვა ტკივილის შემსუბუქებაა სათხოვნელი, რაღაცა ხელფასის მომატება გაქვს სათხოვნელი თუ ანჩხლიცოლის მოთვინიერება თუ ლოთიქმარის გამოსწორება, ღმერთმა ეს იცის. ამიტომ შენ ლოცვას იმას კი არ კითხულობ ახლა ჩემი ანჩხლიცოლი გამოასწორეო. იმიტომ რომ შეიძლება შენ გეჩვენება ასე და სულაც არ არის ანჩხლი და შენ ხარ უარგისი და ის იმიტომ ანჩხა ან პირიქით. ან პირიქით ხო ლოთი გეჩვენება შენ იქ მარი, მაგრამ იმიტომ სვავს რომ გაგიძლოს. ფხიზლად ვერ გიყურებს. ის არის ფხიზელი მამაო არა? ხო იქნება და ასია საქმე და ამიტომ შენ კი გააქვს ეს ღმერთმა იცის შენი სათხოვარი. ამიტომ შენ ტექსტების შედგენას თავი უნდა დაანებო, რომ ახლა მე სათხოვარი მაქვს და მივალ და ასე ვიტყვი და ისე ვიტყვი, არა მოცემული გაქვს ეს ტექსტი. და ამიტომ ტექსტი უნდა თქვა ის რაც ღმერთმა გასწავლა და საუფლო ლოცვა, ამიტომაც ქვია ამას. ღმერთმა წინასწარ იცის ის რაც შენ უნდა ითხოვო. და როგორ იწყება? მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. იცით რა, ეს ლოცვა თქვათ გაქრისტიანდა მეფე, გაქრისტიანდა მღვდელი, თუ რა ვიცი, ვინც გინდა გაქრისტიანდეს, გლეხი, ბატონიშვილია თუ ვინც არის, მამაო ჩემოს უფლება არ აქვს რომ თქვას, მე რა რომ მეფეა. არც როგორც სიწმინდეს არ უნდა მიაღწიოს. მამაო ჩვენოა. ამიტომაც ეს სიტყვა ჯერ მამაოზე არ მივსულა, რასაც ნიშნავს მამაო, მაგრამ აი ეს სიტყვა რომ მამაო ჩვენო იგულისხმება, თუ ჩვენ მამა ერთი გვყავს, მაშინ ერთმანეთისა ვინ გამოვდივართ? მიუხედავად იმისა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იმყოფებოდე, რა სიმაღლეზეც არ უნდა იმყოფებოდე, სიწმინდის ისეთ მწვერვალებს რო ეხებოდე, რომ მართლა მთების გადაადგილება შეგეძლოს შენი სარწმუნოებით. შენ ამბობ მამაო ჩვენოს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იმასთან ერთად ამბობ მამაო ჩვენოს, ვინც შეიძლება უკიდურეს დაცემულობაში იყოს. ვინც შეიძლება ჭაობიდან, ესე იგი, თმის წვერი მოუჩანდეს, მარტო ისე იყოს ჩაფლული ამ რაღაცა ცოდვისეულ ჭაობში. მაგრამ მამაო ჩემოს მაინც არ ამბობ. მამაო ჩვენოს ამბობ, იმიტომ რომ ის შენთვის
პატრიარქი ხარ, მეფე ხარ, მღვდელი ხარ, წმინდანი ხარ თუ ვინც ხარ, ეს შენი ძმა, რომელიც ჭაობშია. ამიტომაც ის ფსალმუნი, რომელიც წაგიკითხეთ, შემთხვევით კი არ წაგიკითხეთ, რომელიც აუგს არ განიზრახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ერთმანეთის და დაძმები გამოვდივართ, უფლება არ გვაქვს, რომ აუგი ვთქვათ ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ დააშავა შენს წინაშე, მე რა რომ დააშავა. შენ ხდის წინაშე ხარ და ნამნაშავე და მაშინ ღმერთიც გეტყვის, რომ არ ხარ იმის ღირსი, რომ მამა მიწოდო. თუ შენ დაძმებად არ მიგაჩნია ეს ხალხი, მაშინ არც იმის უფლება არ გაქვს, რომ მამა მიწოდო, იმიტომ რომ მე მამა ვარ ამათი. აი ესე უნდა იფიქროთ ამ საკითხს. თუ მამას უწოდებ, დაძმანი არიან. თუ ამბობ, რომ დაძმანი არ არიან, მაშინ მამას ვერ უწოდებ. ეს ხო მარტივი ადამიანური ლოგიკითაც ასეა. რაღაცას ხო არ ვიგონებ ახალს. ეხლა დაუბრუნდეთ სიტყვა მამას. იოანეს სახარების მე-17 თავის 26 მუხლი უნდა წაგიკითხოთ. მთელი მე-17 თავი არის საუფლო ლოცვა. ეს გახლავთ ლოცვა, სადაც აი ესე იწყება მე-17 თავი, ეს თქვა იესომ ცას მიაპყრო თვალი და თქვა მამაო დადგა ჟამი განადიდო შენიზე, რათა ძემგან გადიდო შენ და რადგან შენ მიეცემას ხელმწიფება ყველა ხორცელს და ამის მერე იწყებს ლოცვას თავის მოციქულებს. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს 26 მუხლი. ნახეთ რას ამბობს. მე ვაუწყე მათ შენი სახელი. რომელი სახელი გვაუწყე? ღმერთის სახელი. იქამდე ვიცოდით ჩვენ ღმერთის სახელები. ელოჰიმ, გახსოვთ, მე მოგიყევით ამაზე. ბერეშით ბარა ელოჰიმ, დასაბამად ქნა ღმერთმა. ელოჰიმ არის ღმერთის სახელი. ამის მერე წავიკითხეთ იახვე ამისი სახელი. წავიკითხეთ ადონაი ამისი სახელი. საბაოთი ამისი სახელი. ელშადაი ამისი სახელი. იახვე და იეგოვა ერთი და იგივე. ერთი და იგივე. კიდე რამე სახელი თუ გახსენდებათ, რაც ძველ აღთქმაშია მოხსენიებული, იმიტომ რომ შეიძლება გადმოთარგმნილი არ იყოს ქართულში, იცით როგორ ან ღმერთი წერია და ან უფალი. მაგრამ ებრაულ დედანში შეიძლება სხვადასხვა სახელი იყოს. საბაოთი პირდაპირ გადმოტანილია ქართულშიც ასეა, ემანუელი. აი ემანუელი, კი ბატონო. კი. ეხლა რატო გეუბნებით, იცით რომ ამდენი სახელები ჩამოვთვალეთ. ეს არის სულ ძველი აღთქმაში მოხსენიებული სახელები. ეს სახელები რაღაცა განსაზღვრებას იძლევიან. შემთხვევით არ არის ნახსენები, იმიტომ რომ წინასწარმეტყველს, რომელსაც ეცხადება ღმერთი და რაღაცა სახელს უმხელს, ეს სახელი განაპირობებდა მისი მოქმედების რაღაცა არეალს. კი, მოწყალე იქნებოდა, მოსამართლე იქნებოდა, შემაჩერებელი იქნებოდა, მეომარი იქნებოდა, აი იმის მიხედვით ეცხადება მოკლედ, რა და აქ მაცხოვარი პირდაპირ ამბობს, ხო წაგიკითხეთ, მე გამოუცხადე მათ შენი სახელი. და სად გამოგვიცხადა? უნდა დაუბრუნდეთ საუფლო ლოცვას, იმიტომ რომ მიმართვის ფორმა, ლოცვა ხო ასე იწყება, მიმართვის ფორმა არის. პირველი, რასაც ახლა ადამიანს რომ მიმართავ, თქვათ, ვიწყებ მიმართოს, ვეუბნები მიშა, რაღაცა ვთქვათ ასე, ხო, რაღაცა ნინო, რაღაცა ასე და თეო, რაღაცა ასე. ანუ მიმართვის ფორმა ხო სახელით იწყება. ამიტომაც, როდესაც წერს იოანეს სახარებაში, რომ მე მათ გამოუცხადე შენი სახელი, ეს გახლავთ მამა, რომელიც გამოგვიცხადა ჩვენ იესო. და აქამდე ეს სახელი არ იყო გაცხადებული. რა თქმა უნდა, როგორც შემოქმედი, როგორც ცისა და მიწის შემოქმედი ღმერთი ყველა მას ასე იცნობდა, მაგრამ იცნობდა სხვადასხვა სახელებით, ან საჯულად, ან მოწყალეთ, ან ესე იგი ცის მხედრობათა მთავარმე მათ რა ქვია, ცის მხედრობათა საბაოთი არის მეთაური რაღაცა ესე შეიძლება ვთქვათ. ხო, ელშადაი არის ყოვლის მყრობელი ამ შემთხვევაში. პანტოკრატორსაც ვამბობთ ხოლმე, ხატი რო არის პანტოკრატორისა, ბერძნულია პანტოკრატორი, ყოვლის მყრობელს ნიშნავს. მაგრამ როგორც მამა, ესეთი სახელით ჩვენ გვეცხადება ის იესო ქრისტეს მიერ ნასწავლ ლოცვაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გვახსოვდეს და პრინციპი რაც თავარია. მამაო ჩვენ, მაშინ ამბობ მამას, თუ შენ დაძმათ მიგაჩნია ეს ხალხი. და თუ არ მიგაჩნია, მაშინ მამის თქმის უფლება არ აქვს. რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი. როგორ ფიქრობთ ახლა? მხოლოდ ცაშია ღმერთი და დედამიწაზე არ არის. შეიძლება იყოს ადგილი, სადაც თქვა ღმერთი არ არის. ეს ძალიან ისეთი დოგმატური საკითხია, მინდა გითხრათ და
როგორ მარტივად ხსნის ამას გრიგოლ ნოსელი უნდა მოგიყვეთ. ღმერთის ყველგანმყოფობის შესახებ. არსებობს აპოფატიკური ღვთისმეტყველება. რას ნიშნავს აპოფატიკა? ეს არის უკუთქმითი. ანუ რაღაცის დასამტკიცებლად მე ვიწყებ უარყოფას. მაგალითისთვის რომ დავამტკიცო ღმერთი რომ არსებობს, ვიწყებ მის უარყოფას რომ არ არსებობს, თქვა ღმერთი და ამ ლოგიკით მივდივარ და მივდივარ იმის მტკიცებულებამდე რომ ღმერთი არსებობს. აი აპოფატიკა ამას ნიშნავს რა. ესე იგი უარყოფით რაღაცა ფაქტამდე მისვლამ. ესე იგი ამბობს ასეთ რამეს გრიგოლ ნოსელი რომ ამ უკუთქმით ღვთისმეტყველებაში მაგალითად დაუშვათ რომ ღმერთი არ არის ყველგანმყოფი. თუ ამას დაუშვებთ, ესე იგი იქამდე მაგალითები მოყავს, რომ მაგალითად ფრინველს ვხედავთო, რომელიც დაფრინავს ცაში. მას რაღაცა გარედან ხო შემოწერს. ეს არის ჰაერი. უყურეთ, ფრინველი რო დაფრინავს, მე ცუდად ვხატავ, ეს ფრინველია. დაფრინავს, მას გარე შემოწერს ჰაერი. უმართალია. საშინელება დავხატე, მაგრამ თქვენ ფასკუნჯი იყო. აი სამაგიეროდ უკეთეს დავხატავ ახლა. თევზი რო დაცურავს, გარედან ხო რაღაცა გარე შემოწერს მას. წყალი რა თქმა უნდა. რაც გარე შემოწერილობა არის, ის უფრო დიდია თუ თევზი. ამიტომ თუ ვიტყვით რომ თევზს გარე შემოწერს წყალი, ვიტყვით რომ ყველა შემთხვევაში წყალი უფრო დიდია ვიდრე თევზი. იგივე შემთხვევაში უნდა თქვა თუ დაუშვებთ ჩვენ რომ ღმერთს ყველგან არ არის, ესე იგი რაღაცა გარე შემოწერს მას. ამიტომ ეს კი არ გამოდის ღმერთი, მაშინ ეს გამოდის ღმერთი რაც მას გარე შემოწერს, იმიტომ რომ მასზე დიდია. ამიტომ ვერ უნდა დაუშვა შენ გონებაში, რომ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ არის. აქედან გამომდინარე, შენ გაქვს დოგმატური სწავლება, რომ ღმერთი არის უძრავი. არ შეიძლება ის გადაადგილდებოდეს, იმიტომ რომ გადაადგილდება მხოლოდ ის, ვინც სადღაცას არ არის. მაგალითად, მე რომ ახლა ვიმყოფები თქვენთან ერთად ამ ბიბლიოთეკაში, სატრაპეზოში არა ვარ. რომ წავიდე სატრაპეზოში, უნდა გადავადგილდე. მაგრამ ყველგან მყოფი აქაც არის და იქაც არის. აქედან გამომდინარე, თუ ვიტყვით რომ ღმერთს რაღაცა გარე შემოწერს, ის გარე შემოწერილი უფრო დიდია ვიდრე ღმერთი და მაშინ გამოდის რომ ეს ყოფილა ღმერთი და არა ეს. ამ პრინციპის მიხედვით, თუ ამას კიდე რაღაცა გარე შემოწერს, მაშინ ეცეც არ ყოფილა ღმერთი და ეს ყოფილა და საბოლოო შემთხვევაში მიდიხარ იმასთან, რაც ყველაფერს გარე შემოწერს. და რაც ყველაფერს გარე შემოწერს, ის არის ღმერთი. უკუთქმითი ღვთისმეტყველებით მივდივართ აქამდე. ხო, ძნელად კი ყვები შეიძლება, მაგრამ გაიგეთ რაც ვთქვი? რაც გარე შემოწერს, მოკლედ ის არის ყველაზე დიდი და ის არის ღმერთი ამ შემთხვევაში, ამ ლოგიკიდან გამომდინარე. ეხლა თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთი მხოლოდ საშია, დედამიწაზე არ ყოფილა მაშინ და რანაირად არის ღმერთი? ყველგან ყოფია, უბრალოდ განსხვავება არის. ჯოჯოხეთშიც არის ღმერთი. თქვენ არ გეგონოთ სადმე ღმერთი არ იყოს. აბსოლუტურად ყველგან არის. მარტო ვერასდროს ვერ დარჩები. ვერც ესე იგი რაღაცა ინტიმურ გარემოში როგორია შენი თავი რომ მარტო ხარ ეხლა და რაღაცა თქვა თავს იწესრიგებ, იქაც არ ხარ მარტო. როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? ეს შეცდომაა. ასე წერია, ფსალმოში როგორ წერია? ახ თუ ხვდე ზეცად იქ ხარ. შთა თუ ხვდე ჯოჯოხეთად მუნვე ხარ. მუნვე რას ნიშნავს? იქვე ხარ. იქვე იცი რას ნიშნავს? წყალი მწყურია, აქვეა, მაგრამ ვერ ვსვამ. თორე განა არ არის, აგერ არის. აგერ არის, მაგრამ ვერ ვწუდები. ჩემთვის მიუწვდომელია. აი ეს არის. ჯოჯოხეთი მეტი სხვა კი არაფერი არ არის, ის რომ გვიხატავენ ვიღაცა დიდი ნიჩბებით რო ცეცხლს უკეთებს, ქვაბებს. ხორცი თუ აღარ გექნება, ტკივილს როგორ განიცდი ხორცისას? აი ეს არის სწორედ ტკივილი რო წყურვილი მაქვს ამ სინათლისა და ვერ ვწუდები ამ სინათლეს, იმიტომ რომ ეს სინათლე ჩემთვის ტკივილის მომყენებელია. იმიტომ რომ როგორც ვთქვათ ფიზიკურად
ბნელში მყოფი ადამიანი რომ მზის შუქზე გაიყვანო შეიძლება თვალები დაუბრმავდეს მას ამ ტკივილისგან ვერ გაუძლოს ამას ესეთი მდგომარეობაა ჯოჯოხეთი რომ ჯოჯოხეთში იმყოფება ღმერთი მაგრამ შენთვის ხელმისაწვდომი გეწეროს ხელმისაწვდომი არ არის ანუ მუნვე ხარ ნიშნავს რომ აქ ხარ მაგრამ ჩემთვის არ ხარ იმიტომ რომ მე ასეთი არჩევანი გავაკეთე იმიტომ კი არა რომ მან ჩამაგდო იქ მე გავაკეთე ეს არჩევანი ჩემი არჩევანის შედეგი გახლავთ ეს ამიტომაც რატო წერია რომელი ხარ ცათაშინა სწორედ ამიტომ წერია რომ ჩვენ ვისწრაფვით ღმერთისკენ უნდა ვისწრაფოდეთ ღმერთისკენ რომელიც არის ცათაშინა და არა იმისკენ რომელიც ჯოჯოხეთშია თორე ღმერთი ყველგანაა და რას ნიშნავს ეს ცათაშინა მყოფი ღმერთი რომ ამ სინათლისთვის თვალის გასწორებაზე არის ლაპარაკი რომ მე ესე იგი თუ მხოლოდ ღმერთი მინდა ღმერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქაც არის მაგრამ რომელი ღმერთი მინდა და როგორი ღმერთი მინდა რომელ ღმერთთან მინდა თანასწორ ან მინდა თუ არა საერთოდ ღმერთთან აი ამ კითხვებზე უნდა გასცეს ადამიანმა პასუხი და როდესაც წერია რომელი ხარ ცათაშინა ეს იმას ნიშნავს რომ ზეციური სამეუფოსკენ უნდა იყოს ჩემი სწრაფვა რომ ესე იგი ამ სინათლის მიმღებლობა და დამტევნელობა კონდეს ადამიანს რომელი ხარ ცათაშინა ამას გულისხმობს წმინდა იყოს სახელი შენი ამ მიმართვაში როდესაც ვამბობ რომ წმინდა იყოს სახელი შენი მე ძალიან შევეცდები მოკლედ იმიტომ რომ გაგვიგრძელდება თითოეულ იმაზე რომ ასე ნახევარი საათია უკვე ვლაპარაკობ რომ არ დაგღალოთ მე კიდე ზეთის ცხება ხომ მოისმინოთ ის ლოცვა როდესაც ვამბობ წმინდა იყოს სახელი შენი ესე იგი შენ თუ არ იტყვი ამას ისე არ იქნება მისი სახელი წმინდა აქ ლაპარაკია რომ შენში უნდა იყოს მისი სახელი წმინდა რატომ იყო რომ ღმერთის სახელის ხსენება აკრძალული იყო ძველ აღთქმაში იცით წელიწადში ერთხელ ახსენებდნენ ღმერთის სახელს და უნდა დაჩოქილიყო ის თუ მაქვს ნათქვამი არ ვიცი თქვენთვის ებრაელები ძველ აღთქმაში ამბობდნენ რომ ორი დიდი სასწაული ხდებოდა იერუსალიმის ტაძარში პირველი ეს გახლავთ ის რომ ძალიან დიდი სივიწროვე იყო ამ წელიწადის ამ ერთ დღეს ხო და ამ სახელს რომ წარმოთქვამდნენ მე ყველა ისე იჩოქებდა რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ ხო და მეორე სასწაული იყო ის რომ ძალიან ბევრი საკლავი იკლებოდა მოგეხსენებათ იქთან როგორი სიცხეა და დღეში მინიმუმ 2 დღეში მინიმუმ 2 უნდა ყოფილიყო ერთი დილის შესაწირავი და მეორე საღამოს შესაწირავი არა ყოველ დღე დღეში მინიმუმ 2 საკლავი უნდა დაგლულიყო და არც ერთი ბუზი არ ტრიალებდა იქ ეხა მოგეხსენებათ სისხლზე და ხორცზე ბუზი როგორ მის უმეტეს სიცხეში და იმ გარემოში და არც ერთი ბუზი არ ტრიალებდა ამ ორ სასწაულს ამბობ ამიტომაც წმინდა იყავს სახელი შენი, როდესაც ამბობ, ეს არის რომ შენში უნდა იყოს მისი სახელი წმინდა და მოგრძალებული და მოსაფერებელი იმდენად, რამდენადაც თქვათ ეს გარეგნულად ასე გამოიხატებოდა, რომ წელიწადში ერთხელ ახსენებდნენ და იჩოქებდა ყველა. თორემ შენ თუ არ განადიდებ ის მას დიდება კი არ მოაკლდება. აქ შენზეა, შენ შინაგან მდგომარეობაზეა ლაპარაკი. იგივეა, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი. შენ თუ არ იტყვი როგორ ფიქრობ ახლა არ იქნება ისე მისინება ანუ არ გათენდება და არ დაღამდება შენ თუ გადაწყვეტე რომ არ გათენდეს ამიტომაც ნახეთ რაზე არის ლაპარაკი რომ მიყავ ნება შენი როდესაც ვეუბნები აქ ლაპარაკი რომ იმ შენი ნება ჩემში იყოს გაცხადებული შენს ნებას აბსოლუტურ თანხმობაში მოსდევდეს ჩემი ნება ვითარცა ცათაშინა აი ეს უკვე შედარებაა ვითარცა ცათაშინა რას ნიშნავს რომ ანგელოსთა სამყაროში ასეა იმიტომ რომ წმინდა არის მისი სახელი მისი სუფევა მოსულია და არის მისი ნება სად ანგელოსთა სამყაროში და აი ესე მინდა რომ აქაც ეს იყოს ჩემს გულშიც რომ ეს ამბავი ესე ხდებოდეს აი ეს გახლავთ თავარი მოთხოვნა რომ მე თუ არ ვიტყვი არ მოვა მისი ნება როგორ უნდა ვთქვა ეს რას ქვია არ მოვა რა თქმა უნდა მაგრამ აი ამ ნებასთან შეთანხმებული რომ წმინდა იყოს, რომ განდიდდეს და ჩემი როგორც ანგელოზები ამას აკეთებენ და ასრულებენ, ეს რომ მოხდეს აქ დედამიწაზე, აქ ჩემთან, ამის შესახებ არის ლაპარაკი. ეგრეცა ქვეყანასა ზედა, ანუ ვითარცა ცათაშინა, ანუ როგორც ანგელოზები ამას ასრულებენ, ჩვენც რომ ანგელოზთან მსგავსად შეგვეძლოს ამ ყველაფრის აღსრულება და გაკეთება. პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს. პურში გულისხმება ყოველთვის ამ ლოცვებშიც ეხა ჩვენ ამას თუ დაუბრუნდებით, კიდე სხვა სიმბოლოები შეგვიძლია ბევრი ვნახოთ. თუმცა კი
შეიძლება დავბრუნდეთ კიდეც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ აი ახლა პურთან მიმართებაში უნდა ვთქვათ ორივე მნიშვნელობა, რასაც გულისხმობს ეს ლოცვა. პირველ რიგში გულისხმობს მართლაც იმ პურს, რომელიც ჩვენი არსებობისთვის საჭიროა, ხორციელად, იმიტომ რომ ადამიანმა თუ არ ჭამა ვერ იცოცხლებს ისე. რაღაცა გარკვეული დღეები გასაგებია, მაგრამ მე უჭმელად ვერ შეძლებს ყოფნას და მეორე რიგში კი არა და პროფესორად პირველ რიგში იგულისხმება ზიარება. იმიტომ რომ ზიარება გახლავთ სწორედ ჩვენი სულიერი საზრდო, რითიც ადამიანი შეიძლება საზრდოობდეს. მე ვარ ერთხელ ასეთი რამის მომსწრე ჩვენი ძვირფასი პატრიარქი მოკლედ ეხლა ყოველდღიურად მე გრძნობ რომ როგორი ბედნიერი კაცი ვარ იმით რომ იმდენი რამის მომსწრე ვარ მასთან ურთიერთობაში პირადად და პირად საუბრებში რაღაცა იმდენი რამე აქვს მოყოლილი ვიძახი ესენი უნდა დავწერო მეთქი რომ არ დაიკარგოს იმიტომ რომ რაღაცები ისეთი გაუხსენებია ისეთი უთქვამს ისეთი რაღაცები საოცრება ეხლა მამაო ჩვენოს განმარტებაზე გამახსენდა უბრალოდ სასულიერო აკადემიის რექტორი იყო პატრიარქი ძალიან ცოტა ხანი. მიზეზი გახლავთ ის რომ იქ რაღაც არეულობა დაიწყო რაღაცა მოკლედ წინააღმდეგობაში იყვნენ რაღაცა სტუდენტები, რაღაცას თავისას ამბობდნენ რაღაც ჟურნალისტების შემოსევა ბატონო 2004 წელი იყო და პატრიარქმა გადაწყვიტა რომ მე თვითონ ვიქნები რექტორი. და როგორც კი დაინიშნა პატრიარქი რექტორად, ყოველ დღე მოდიოდა სასულიერო აკადემიაში. ყოველ დღე მოდიოდა და პირველ ლექციას თვითონ ატარებდა საერთოს ოღონდ. ყველა სემინარისტი იყო, აკადემიის სტუდენტი იყო, თუ ვინც იყო დერეფანში ესე ყველა დავდგებოდით და პატრიარქი დაიწყებდა ისაუბრებდა დაახლოებით 15-20 წუთი. მერე დასვავდა კითხვას. და უცბად მიკროფონი ვისაც ეჭირა ეუბნებოდა რომ აი ხა მიკროფონი მიუტანე და ეგ ბოლოში აი გიგარო დგას აბა კი შენ გაგვეცდა დასვავდაზე აი რა არის თავმდაბლობა თქვენ როგორ ფიქრობთ და აბა მიუტანე მიკროფონი და ხა შენ უნდა თქვა რა არის თავმდაბლობა რა ხო და ამით გვაჩვევდა აზროვნებას ძალიან გვეხმარებოდა ამაში იმიტომ რომ რა კითხვას დასვავდა თან წინასწარ ხო არ იცოდი ამის შემდეგ გააკეთა ასეთი რამ რომ ყოველ ორ შაბათს მოყავდა ვიღაცა ცნობილი ადამიანი. ეს იყო მხატვარი, ეს იყო მწერალი, ეს იყო რაღაცა კულტურის წარმომადგენელი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ბატონი ნადირაშვილს რა ერქვა შოთა. ბატონი შოთა მოგვიყვანა ერთხელ მახსოვს ძალიან საინტერესო ლექცია ჰქონდა. ერთხელაც მოიყვანა ოტია იოსელიანი. ხო და ოტიამ თქვა რომ ძალიან სასაცილო კაცი იყო, ღმერთმა აცხონოს რა. ოტიამ თქვა რომ თქვენო უწმინდესობაო ეუბნება სიგარეტზეო ისევა რომ მიშვეულიო მეო სულ ეწევიო უთხრა სულ ანთებული მაქვს ეს სიგარეტიო რა და ახლა აკადემიაში ამას ხო არ ვიკადრებო რა და უბრალოდო ისეთი მაქვს ეს ჩვევაო ამის უფლება მაინც მომეცით რომ ხელში მეჭიროსო რა უწმინდეს ეცინებოდა ასე და კიო უთხრა კაი გეჭიროს და გამოვიდა და ტრიბუნაზე დადგა ოტია და ძალიან საინტერესო ამბები გვითხრა მაგრამ რაც დამამახსოვრდა ეხა აი მართლა აი ყურში რომ მასავით მაქვს ჩაჭედილი უცბად გვეუბნო აკადემიის სტუდენტები ვარ გონია რომ სხლაო ყველაფერს ეხლა ვიცი უკვე ღვთისმეტყველებაში რას ვინ უნდა შენ ოტია გვეუბნება რომ მამაო ჩვენო თუ იცითო უცბად გვეკითხება აკადემიის სტუდენტებს ახლა ასეთი შეურაცხყოფა ვიფიქრე ასეთი შეურაცხყოფა იქო წერი ასეთი რამო პური ჩვენი არსობისაო საძღომისა კი არაო. არასდროს არ მიფიქრე ამ თემას. აი რა მამაო ჩვენოს განმარტებები აქვს, ხოთა შორის ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს გრიგოლ ფერაძეს, მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს. აქვს ბევრ წმინდა მამას იოანე ოქროპირს, ბასილიდიც, რა ვიცი, მაქსიმე აღსარებელს აქვს წინვალე შესანიშნავი და ბევრს, ძალიან ბევრს ნახავთ, ძალიან ბევრს, მაგრამ არსად ასეთი რამ არ წამეკითხავს, რაც თქვა ოტია იოსელიანმა, რომელსაც არ ქონდა საღვთისმეტყველო განათლება. მე აკადემიის სტუდენტს არ მქონდა თქვა ასეთი ფიქრი არ შემომსვლია თავში, რომ პური ჩვენი არსობის, ანუ არსობის პურს ითხოვს ადამიანი და არა საძღომის. ხო საინტერესოა. როგორ ხედავენ ხოლმე ადამიანები, რაღაცა გარეთა თვალი, როგორ ხედავს ხოლმე, იმიტომ რომ შენ რომ
ხარ რაღაცაში ჩაჩერებული, ძალიან ხშირად ისეთი რაღაცა ნიუანსები გეპარება და უცბად გარეთვალი ესე მიგანიშნებს და დაგანახებს ამ ყოველივეს. აი საოცარი ისტორიებია და აი ბევრი ასეთი შემიძლია გავიხსენო ჩვენს პატრიარქს როგორი სიკეთეები აქვს ნაკეთები მოკლედ რა. აი ხა ეს ხალხი სად ვნახავდი საერთოდ თვალით თუ ვიხილავდი. აქ ცოცხლებიც აღარ წოტია, ცოცხალი აღარც ბატონი შოთა არ არის ცოცხალი და კიდევ რამდენი შემიძლია გავიხსენო. პური ჩვენი არსობისა მოგვეთ ჩვენ დღეს. და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი. აი ხა უკვე ფორმულა იწყება. აქამდე ხო ჩამოვთვალეთ რაც იყო რომ როგორც ზეცაში ისე გვინდა ყველაფერი აქაც რო იყოს. თუმცა კი თლად ისე ვერ არის, იმიტომ რომ ზეცას პური არ სჭირდება. ზეცის პური თვითონ ღმერთი არის და ისინი ამით საზრდოობენ და სულდმუნ. ჩვენ როგორც ამ ქვეყანაზე მყოფს, პური გვჭირდება არსობისაც და პური გვჭირდება სულიერი საზრდოსიც, ხო? ამიტომ მოვრჩით ახლა ზეცაზე შედარებას და გადმოვედით საფეხურებრივად, ხო? რომ იყავნება შენი, წმინდა იყავს სახელი შენი, იყავნება შენი, აი ეს ყველაფერი ვთქვით, მე პური ჩვენი არსობისა, რომელიც აუცილებელია და გვჭირდება. ამის მერე ამბობს, რომ მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ოღონდ ფორმულირება. უბრალოდ კი არა, ისე მოგვიტევენ, როგორც ჩვენ მიუტევეთ. ანუ წენაზეა ლაპარაკი და არა პირდაპირ ვალებზე საუბარი. ყველაფერზე. აი მე ვალი ლაპარაკი მაგრამ მე პატიოს. სხვა რას კპატიობს? საქმე რაში არის, იცი რომ? შენ ვირას კპატიობს, ამაზე კი არ არის ლაპარაკი. შენ ვირას პატიობ, იმაზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ შენ ამ ლოცვას თუ ამბობ რომ მომიტევებ მე ისე როგორც მე მიუტევებ. ეს არის ფორმულირება. ფაქტიურად ყოველ დღე, ყოველ ამ ლოცვის წაკითხვის დროს შენ ესე იგი აი რაღაცა რაც სათხოვარი გაქვს, ფაქტიურად ამ პირობას უდებ ღმერთს რა. იმიტომ რომ იქ მე რითიც დავიწყე რომ შეიძლება ტკივილის გამო გაქვს სათხოვარი და შეიძლება ქალიშვილის გათხოვების გამო გაქვს სათხოვარი თუ რა ვიცი იქეთ არ ვიყურები. რატო გაქვს სათხოვარი? რომ მოდიხარ და ამ ლოცვას ამო პირობას უდებ ღმერთს რომ ისე მომიტევე როგორც მე მიუტევებ. აი თუ არ მიუტევებ არ ჩვენ არ მოგეტევება ასე გამოდის ხო მართალია ამ ლოგიკით ხო და ეს იმის საქმეა ამას შენ არ მოგკითხავენ ლალი ამაზე შენ არ დაგიწყებს არავინ დავას რომ იმან რატო არ მოგიტევა ლალი შენ ცუდი არა არ მოგიტევა და ნუ ახლა რა ვქნათ ახლა ძალით ვერ გამოითხოვ ამას მაგრამ თუ ამ ლოცვას ამბობს მაშინ იმანაც უნდა მოგიტევოს გახსოვთ იმაზე სუროჟელზე მოგიყევით მე უფე ანტონი რო იყო ანტონ სუროჟელი იმაზე მოგიყევით ერთხელ რომ მას ქონდა თავის მეგობარსო გაუბრაზდა და მოძღვართან რომ მივიდა ვერ პატიოფო და იმან უთხრა რომ მაშინ მომაუჩვენოდანო ეს ტექსტი ამოიღეო მოძღვარმა უთხრა რომ ეს ტექსტი ამოიღე და მაგის გარეშე იკითხეო იმიტომ რომ თუ ვერ პატიოფო აბა უხერხულიაო ახლა ამას ამბობდეო არა მომაუჩვენოს როგორ შევცვლიო უთხრა არუნ თუ ვერ შევცვლიო მაშინ საერთოდ არ წაიკითხო როგორ არ წავიკითხო უთხრა მორწმუნე ვარ ლოცულობ ნუ ეხა გამოსავალი ხო უნდა არსებობდეს უთხრა ან არ კითხულობ მომაუჩვენოს ან კითხულობ და ამ ტექსტს ამოიღებ ან კაიო მე უკეთეს შემოგთავაზებ უთხრა შევცვალოთ ეს ტექსტი ასე უთხარიო რომ მე არ შემიძლია ღმერთო მიუტეო ჩემს მეგობარს ნუ პირობიდან ვალოდიას ვიღაცას არ შემიძლია ვაპატიო ჩემს წინაშე ჩადენილი დანაშაულიო ასე თქვიო ვერც მაგას ვერ ვიტყვიო მაშინ წადი სახლში და დაფიქრდიო როგორ იტყვიო აი ღმერთის წინაშე ლოცვას როგორ წარმოთქვამ იმიტომ რომ შენ ეს მოცემულობა გაქვს ეს თან ადამიანური გონების ფიქრის შედეგად მიღებული ლოცვა ხო არ არის ხა მაგალითად ბასილი დიდმა დაწერა მესმის რომ სულიწმინდით თავსებული პიროვნებაა მაგრამ ავტორად მაინც ბასილი დიდი ყავს იმას ლოცვას აი ხა ჩვენ ბასილი დიდის ლიტურგია შევასრულეთ მაგალითად რა შემდეგ კვირას იოანე ოქროპირის ლიტურგიაა და მის მიერ დაწერილი ლოცვებია მესმის რომ სულიწმინდის კარნახით არის მაგრამ ავტორად იოანე ოქროპირათვის აი ხა ვინ არის ამ ლოცვის ავტორი ხო და აბა მიდი შესწორება შეიტანე რა კადნიერება უნდა კონდეს არა რომ ღმერთთან შესწორება შექონდეს ეხლა მიმოცემულობაში რასაც გეუბნება და სწორედ ეს მდგომარეობაა რომ ჩვენ ამას ხშირად გაუცნობიერებლად ვლაპარაკობთ იგივე ის წინამუხლები რას ვთქვით რომ მოვიდეს სუფე წმინდა იყავს სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი
როდესაც ამას ამბობ, ვითარცა ცათა შინეგრეცა ქვეყანასა ზედა, გეგონება სხვაზე ლაპარაკობ. საკუთარ თავზე ლაპარაკობ, რომ როგორც ზეცა ემორჩილება ამ ყველაფერს, რომ წმინდა იყოს სახელი შენი და იყოს ნება შენი, შენი გულიც ასე უნდა ემორჩილებოდეს ამას. ისევე როგორც ამ ფორმულირებას, როდესაც ამბობ, რომ ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს. და ეს შემდეგი მუხლია უკაცრავად. ნუ შეგვიყვანებ, სანამ ამას ითხოვ, იქამდე ამ განსაცდელში არ შეყვანამდე, შენდობაზეა ლაპარაკი. არ შეგიძლია შენდობა, მაშინ გადააკეთე ტექსტი. ვერ გადააკეთებ ტექსტს, მაშინ არ უნდა თქვა საერთოდ ეს ტექსტი. ანუ რითიც დავიწყე. მამაოს თქმის უფლება არ აქვს თუ დაძმათ არ მიგაჩნია ეს ადამიანი. და თუ დაძმათ არ მიგაჩნია, მაშინ შენდობასაც ვერ მისცემ. ხომართალია. ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთზე ისეთი ლოგიკური ჯაჭვით არის აწყობილი. შეიძლება ერთი წაკითხვით ფიქრობდე რომ რა შუაშია ახლა იყავნება შენი იმასთან რა ქვია შენდობასთან ან მამაოს თქმა ამ იმასთან, მაგრამ სინამდვილეში ერთი ლოგიკური ჯაჭვით არის აწყობილი ეს ყველაფერი, რომ ადამიანის გონებამ ეს უნდა გააცნობიეროს. და მამაო ჩვენო მისთვის არ იყოს, მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინაწმინდა იყოს? არა. აი თუ ეს შინაგანი ამოძახილი არ იქნება შენთვის. ამიტომაც შეკითხვაზე რატო არ გვისრულდება რაღაცა თხოვნა, იმიტომ არ გისრულდება, რომ ასე კითხულობ ამ ლოცვას. თუ ესე იგი ეს დამოკიდებულება არ გაგიჩნდა, რა თქმა უნდა, როგორ შეგისრულდება ის თხოვნა. ამიტომ არ მისრულდება, თუ აი ლოცულობ და არ შესრულდა არაფერი, იმიტომ რომ არ ლოცულობ. კი არ ლოცულობ შენ. უბრალოდ ამბობ ამას, მამაო ჩვენო, ხო, მაგრამ არანაირად განცდა არ გაქვს, რომ მამა რო თქვი, ესე იგი ესენი დაძმანი არიან. იყავ ნება შენი, როდესაც ეუბნები, ვითარცაც სათაშინა, იქ როგორ ასრულებენ ანგელოზები იმ მოვალეობას, რასაც ღმერთი ეუბნება, როგორ გამტარები არიან მისი თითოეული კურთხევისა, შენ ეს არ გაინტერესებს, იმიტომ რომ შენ მხოლოდ ის გაინტერესებს, რა სათხოვარითაც ხარ მოსული. აი ანგელოზები როგორ ასრულებენ ამას არ დაგაინტერესა. და ამიტომაც რანაირად უნდა მოხდეს იმის შესრულება, რასაც არ ითხოვ. იმიტომ რომ შენ ეს ტექსტი კითხვი, მაგრამ არ ითხოვს რეალურად. ამიტომაც მოგვიტევე ისევე როგორც მიუტევეთ. ფორმული, შენი გადარჩენის ფორმულაა. გინდა ცოდვები მოგეტევოს, მაშინ შენც მიუტევ. თანუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. განსაცდელში შეყვანება გახლავთ აბა ვიღაცამ შეიძლება დასვას კითხვა, რომ აი ბერები ხო იყვნენ, რომ ითხოვდნენ, რომ განსაცდელი რატო არ მომდის, ესე იგი ღმერთს აღარ ვახსოვარ? იყო მართლა ასეთი მას წაიკითხავთ მამათა ცხოვრებაში. ოღონდ რომელ განსაცდელზე არის ლაპარაკი? ეს უნდა განვასხვაოთ ჩვენ ერთმანეთისგან. აი მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ტექსტი ამოსაღები იქნებოდა, ეხლა მარიამ ეგვიპტელის ხსენებაა დღეს და ვილაპარაკეთ მასზე ძალიან ბევრი. წავიდა ეხლა ეს ადამიანი და უდაბნოშია. ძიმე შეწოდებაში იყო, ჭაობიდან ამოვიდა, შეიძლება ითქვას და წავიდა უდაბნოში. პირველი 17 წელიწადი ქონდა გითხარით ძალიან დიდი პრობლემები, გონებას კარგავდა, ისეთი მოთხოვნილება ქონდა, ხორციელი ნება და სასმელი, რომელიც მიჭვეული იყო მთელი 17 წელი ასე ცხოვრობდა ყოველდღიურად. ამის შემდგომ ეს 17 წელიც რო გავიდა, ეს ნება გაქრა მასში, მაგრამ ის მაინც არ ტოვებს უდაბნოს. ხო და რატო არ ტოვებს უდაბნოს ხო არ იცით? იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ქალაქში დაბრუნებული დაუბრუნდეს ის საეკლაო. რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ საკუთარ თავს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ იმის საშუალება, რაც იცით რომ ცოდვაში გაგდებს. თუ იცი რომ განკითხვაში ჩავარდები, როდესაც შეხვალ სოციალურ ქსელში და გინებას დაიწყებ თავრობისა, მხედრობისა, მეზობლისა თუ ახლობლისა, არ უნდა შეხვიდე, ჩემო კარგო. თუ იცი რომ რაღაცა ხორციელი ნება შემოაქვს შენში ისეთ ფილმს, რომელიც რაღაცა აღაგზნებ და შეიძლება შენ გონებას, უნდა გამორთო და არ უნდა უყურო ამას ყველაფერს. თუ იცი რომ სასმელი გაგიჟებს და მეგობარს და მეზობელს ვეღარ არჩევ და აგინებ ყველას, აღარ უნდა დალიო. არ უნდა შეუწყო ხელი ამ. ეს არის ესე იგი განსაცდელი, რომელსაც იგდებს ადამიანი საკუთარ თავს. არის განსაცდელი, რომელიც ღმერთისგან მოდის. მაგრამ იმიტომ კი არა რომ არ უყვარხარ. იმიტომ რომ იმაზე უკეთესი გახდე ვიდრე ხარ. იმიტომ რომ რაღაცა გამოცდას, ოდესაც აბარებ ცხოვრებაში, ეს გამოცდა შენ გიტოვებს რაღაცა კვალს, რომ რაღაცნაირად განმტკიცდი კიდევ უფრო მეტად, აი მაგალითად
ვსწავლობდი უცხოენათა ინსტიტუტში და მე არ მისწავლია, მაგრამ პირობითად ვამბობ, ვსწავლობდი უცხოენათა ინსტიტუტში და ბოლო დამაგვირგვინებელი გამოცდა იყო, რომ გამომკითხეს გრამატიკაშიც, სინტაქსი იყო თუ პუნქტუაცია იყო თუ ყველაფერში, ესე იგი ჩავაბარე უმაღლეს ქულებზე, ეს გამოცდა მომცა ის, რომ მე რაღაცა დონეზე ენა ვიცი შეფასება, ანუ საკუთარ თავზეც შეიძლება გამიჩნდეს ის, რომ აი ეს ახლა მე ჩავაბარე. და ერთი ნაბიჯით თქვათ წინ წავედი და გადავიწი. ამიტომაც არის განსაცდელი, რომელიც შეიძლება ღმერთისგან დაეშვას. მაგრამ დანუ შეგვიყვანეთ ჩვენ განსაცდელში არის ის განსაცდელი, რომელ განსაცდელში ადამიანი შეიძლება თავს იგდებდეს საკუთარი ნებით და ვერ უმკლავდებოდეს ამას ყველაფერს შემდგომში და გამოდიოდეს იქიდან გაუბედურებული. როგორც ცხოვრობდა მარიამ მეგვიპტელი 17 წლის განმავლობაში. 12 წლისა ქუჩაში რომ გამოვიდა და 17 წელი რომ ქუჩაში იცხოვრა, ეს გახლავთ სწორედ ის განსაცდელი, რომელშიც ჩაიგდო მან საკუთარი თავი. და სინდისის ხმაც კი რომ გაჩუმებული იყო მასში, რომ არ კარნახობდა სინდისი, რომ აღარ შეიძლება ასე ცხოვრება, უბრალოდ აი რაღაცა ძალა მას ტაძრიდან გარეთ აგდებდა, რომელიც გამოც მან დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ რა ხდება, როგორ ხდება, რომ მისულიყო მერე აი ამ სიმაღლემდე, როდესაც მან გადალახა იორდანე და უდაბნოში იცხოვრა მთელი 3ჯერ 17 წელიწადი. აი ესეთი გახლავთ, მოკლედ მამაო ჩვენოზე მაქსიმალურად შევეცადე რომ მოკლედ მეთქვა ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ამოუწურავი თემა. ამისი განმარტება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კუთხით და ძალიან ბევრი წმინდა მამის დამოწმება შეიძლება, იმიტომ რომ ბევრს უმსჯელია, ბევრს უსწავლია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როდესაც რაღაცის განმარტებას ვიწყებთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი შინაარსი. აი დღეს ჩათვალეთ, რომ ჩვენ გავიარეთ ამ ლოცვის შინაარსი. აი სულიერ სიღრმეებზე თუ მოგვეცემა საშუალება და ინებებს ღმერთი, სხვა დროს ვილაპარაკოთ. შეკითხვები თუ გაქვთ, გითხრით. დია. რამდენად შეიძლება ადამიანს მიუტევო? ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ. ყველაფერი სახიდან ისევ სადავე შეიძლება მიუტევო. მიტევება არის პირველი ნაბიჯი მიტევებისა. მიტევება თქვენ რა გონიათ რომ რაღაცა მაწყენიეთ და მე გამოვიქეცი და კისერზე ჩამოგეკიდე ისევ. არ არის ეს მიტევება. არ არის, შეიძლება მსახიობობა იყოს და საერთოდ არ იყოს მიტევება. პირველი ნაბიჯი მიტევებისა რა არის, იცი? რომ არ გეზიზღება. აი ეს არის მიტევების პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის სამაგიეროს არ ვუხდი. არ ვუხდი. მესამე ნაბიჯი რა არის? გამარჯვებას ვეუბნები. მეოთხე ნაბიჯი? ლოცულობ. მეხუთე? დამაგვირგვინებელი რა შეიძლება იყოს? ძველი ურთიერთობა, ძველი ურთიერთობა აღვადგინე მასთან. დავივიწყე ყველაფერი. დავივიწყე. აი ახლა უყურეთ რა ხდება. თქვენ რა გონიათ რომ ეხლა რაღაცა მოხდა და ეს ხუთივე ნაბიჯი ეგრევე გავიარე? არა, რა თქმა უნდა. შეიძლება საერთოდ ვერ გავიარო ხუთი ნაბიჯი და აქედან დავიწყო. აი ნახეთ აქედან. მეოთხედან დავიწყო. რო ლოცვა დავიწყო. ეს არის. ეხლა მე ეს ნუმერაცია შეიძლება აქ არასწორად დავწერე. ეს არის პირველი გამოხატულება იმისა, რომ ჩემში სულიერება არსებობს. მე ადამიანმა ისეთი რაღაცა შეიძლება გამიკეთა, რომ აი რაღაცა უბედურება დამმართა, მაგრამ მე რასაც ვაკეთებ ეს არის რომ ლოცულობ მისთვის. და რომ ლოცულობდე ადამიანისთვის, პირველ რიგში არ უნდა გეზიზღებოდეს. სხვაგვარად შეუძლებელია, როგორ შეიძლება ილოცო იმას, ვინც გეზიზღება და დანახვა არ გინდა მისი.
ამიტომაც ლოცვა გეხმარება ამ ნაბიჯების გადადგმაში არ გეზიზღებოდეს. სამაგიეროს არ უხდიდე, იმიტომ რომ მომტეხა ხელი და მეც მომტეხავ ხელს, აღარ ვაპირებ ამას. არანა გამლანძღა და მეც გავლანძღავ არ ვაპირებ. ეს ნიშნავს რომ ხუთივენ იმას ერთად კი არ ვაკეთებ. ამისთვის დრო მჭირდება და პირველი ნაბიჯი არის ის რომ კაი, всё, და დავივიწყე არ მეზიზღება. მეორე ნაბიჯი ის არის რომ ეხა ესეთი ურთიერთობა როგორიც გქონდა, რა ეშველება ამ ამბავს და შეიძლება ლოცვა დავიწყო. მესამე ნაბიჯი ის არის რომ სამაგიეროს არ ვუხდი. მეოთხე ნაბიჯი რაღაცა ის იყოს რომ მივესალმე რა, გამარჯობათ. შორიდან, მაგრამ მივესალმე. და მეხუთე და სრულყოფილი ნაბიჯი რა თქმა უნდა, თუ შეძლებს ამ რომ ვერ შეძლოს ეს, იცოდეთ რომ ეს თითეული ნაბიჯი პატიება. ესეც პატიება, ესეც და ესეც. სულ ყველა პატიება აქ ჩამოთვლილიდან, ოღონდ სრულყოფილებაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ეს არის ის რომ ძველებურ ურთიერთობაში მიხვალ მასთან და ეტყვი რომ მე დავივიწყე ეს ყველაფერი და ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ, თან ნათესავები ვართ, თან რავით მეზობლები ვართ. ეს ხო ცალმხრიდან არ ხდება. აღდგენას. აი ეს ბოლო ცალმხრივად ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას თუ არ სურს, ნუ ბუნებრივი ახლა შენ ხელებს ვერ გადაუგრიხავ, მაგრამ შენ იმხრიდან რაც შეიძლება ხდებოდეს მეხუთე ნაბიჯის გარდა, თითოეული შეგიძლია გაატარო შენ ცხოვრებაში. ის რომ ლოცულობდე, ის რომ მიესალმო, ის რომ სამაგიერო არ გადაუხადო, ის რომ რაღაცა ბოღმა და ზიზღი არ კონდეს გულში და ასე შემდგომ. ხო მართალია? მამა მე გადავხდა ზუსტად მთაში. შენზე ვერ დავიჯერებ ძაირა მაგას. მამა რა და ბოდიშვილი ჩემ თავის მალა რემონტის საკეთებ და დიახ, გამორთე აღარ გინდა ეს ის. აზრიდან